მიესალმებით პარლამენტის სპიკერს ნინო წილოსანს. მოგესალმებით ქალბატონ ნინო, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით დავიწყოთ საუბარი ევრონესტზე. როგორც ვიცით, საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას ევრონესტის ამ ღონისძიებაში, რომელიც ტარდება სომხეთში. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიმართა საპარლამენტო ასამბლეას წერილით იმ მიზეზებით, რამაც განაპირობა ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ზოგადად ევროპარლამენტის მხრიდან ასეთი დამოკიდებულებით, ესე ვთქვათ, ეს მოულოდნელი არ არის, ტრადიციადაც იქცა არასამართლიანი და არაობიექტური რეზოლუციების მიღება საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს როგორც გავიგეთ, საქართველოსთან ერთად ამ ღონისძიებაში არ იქნება წარმოდგენილი და არ მიიღებს მონაწილეობას აზერბაიჯანიც. ანუ როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტი რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ან რეგიონიდან ორი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას და არ იქნება წარმომადგენელი. თავისთავად იმოქმედებს თუ არა, ზოგადად დააფიქრებს თუ არა ევრობიუროკრატიას იმაზე, რომ მართლა რაღაც არასწორად კეთდება, როგორც ამაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ, თუ ფიქრობთ, რომ ეს ამბავიც ისე ჩაივლის, მაგალითად, როგორც სხვა ღონისძიებები, სადაც არ იყო მაგალითად საქართველოს მიწვეული შეგნებულად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ევრონესტის შეკრებას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ნამდვილად დასაფიქრებელი იქნება მათთვის, როდესაც რეგიონიდან ორი ქვეყანა და არა მხოლოდ ევრონესტის საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობა ქვეყნებისა არ იღებს მონაწილეობა მათ შეხვედრებში, ამიტომ ალბათ საკუთარ თავში უნდა ეძიონ იმის პრობლემა, რატო არ მუშაობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა, რომელიც წესით ქმედითი უნდა ყოფილიყო და უნდა გაეერთიანებინა ქვეყნები. მთლიანად ამ პლატფორმის შექმნის პრინციპებს არღვევს მათი მუშაობის სტილი და განსაკუთრებით ევროპარლამენტარების ის ნაწილი. დიახ, გვესმის თქვენი ხმა, ქალბატონ ნინო. კავშირი გაწყდა, ჩვენ შევეცდებით ახლა აღვადგინოთ და თავიდან დაუკავშირდეთ პარლამენტის ვიცე-სპიკერს ნინო წილოსანს, რომელთან ერთადაც ახლა ამ წუთებში ვსაუბრობთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის შეკრებაზე, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები იკრიბებიან ყოველწლიურად, ამჯერად ესეთი შეხვედრა დაგეგმილია სომხეთში. გესმით ქალბატონ ნინო ჩვენი ხმა? დიახ. შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი, სადაც შევჩერდით. დიახ, მათ შორის ის, რომ ქვეყნების რაღაც გარკვეული ნაწილი არ იღებს მონაწილეობას, ალბათ თავად უნდა შექმნას ევრონესტის შემადგენლობაში კითხვების დასმის წინაპირობა, თუ რა ხდება და რა უსამართლო და არასწორ დამოკიდებულებას იჩენენ ეს ადამიანები, იმისთვის, რომ ქვეყნებს არ უჩნდება სურვილი მიიღოს მონაწილეობა, იმისგან განსხვავებით, რომ ევრონესტი, ანუ აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა შეიქმნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის და არა ქვეყნებს შორის დაძაბულობის შემოტანის უფრო მეტი სიცხადისთვის მინდა დავასახელო რამდენიმე გვარი, რომელთა განცხადებები ალბათ ხშირად ახსოვს ქართულ საზოგადოებას, ეს არის რასა იუკნევიჩიანე, ასევე მარკეტა გრიგოროვა, სანჩესი და სხვები, რომლებიც ევროპარლამენტის რეზოლუციებში ანა ფოტიგა მათ შორის, დიახ და ევროპარლამენტის რეზოლუციების სახით, როცა საშუალება აქვთ, ურტყამენ საქართველოს, რეპუტაციულად აზიანებენ, პოლიტიკურად აზიანებენ და წარმოუდგენელი არის, რომ ამ ადამიანების შემადგენლობით რაიმე პლატფორმა იყოს კონსტრუქციული, ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იყო ამ სომხეთში მიმდინარე ანსამბლეის შეხვედრაში მონაწილეობის არ მიღება და ეს გარკვეულწილად არის დემონსტრაციულიც, არის სამაგალითოც და არის მათთვის ალბათ დამაფიქრებელი, რომ რაღაც არასწორად კეთდება. ასევე ვერ გეტყვით, რომ მხოლოდ უსამართლო არის ეს განცხადებები, რადგან უფრო მეტად მიზანმიმართულია, ვიდრე უსამართლოს მიზნით გაკეთებული. ამ ადამიანებს აქვს თავისი კონკრეტული პოლიტიკური ხედვა და კონკრეტული მიზნები პოლიტიკური, რომლის ფარგლებშიც ჩვენ წლებია უკვე უყურებთ საქართველოში, რამდენად მავნებლურ საქმიანობას ეწევიან. მინდა კიდევ ერთი დამამძიმებელი ფაქტორი ვთქვა ამ სომხეთში მიმდინარე ანსამბლეის შესახებ. წარმოიდგინეთ სამოქალაქო საზოგადოების სახელით ყავთ მიწვეული ნაცები, ახალი ნაცები, ლელო და 5 პარტია, ფაქტიურად 7 მიწვეული
ვითომ სამოქალაქო საზოგადოების წევრი არის 5 პარტიის ოდიოზური წარმომადგენელი და ყველაზე ერთ-ერთი აგრესიული და აქტიური წარმომადგენლები. ამიტომ სრულიად ფარსია ეს შემადგენლობა, ეს შეხვედრები, რომელშიც როგორც განცხადებები კეთდება დეზინფორმაციული, ასევე მონაწილე პირები არიან მიკერძოებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული და რაც თავარია საქართველოს მოწინააღმდეგენი. კაპტონინო, აი თქვენ ამბობთ, რომ დამაფიქრებელი უნდა იყოს, აი ვინ უნდა დაფიქრეს, იმიტომ რომ ევროპარლამენტი ხო არ არის ერთი კონკრეტული ორგანო, ანუ ერთგვაროვანი სხვადასხვა პარტიების სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმომადგენლები არიან. ანუ როგორ უნდა მივიდეს თუნდაც ევროპარლამენტი ან ევროკომისია ერთ ამ წერტილამდე, სადაც მოხდება მაგალითად დაფიქრება, რაღაც არასწორად ხომ არ კეთდება ის, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ორივე ერთდროულად ამბობს მაგალითად აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების ფორმატში ასეთი სახის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას. აქვე გეტყვით, კითხავთ, თქვენ გქონდათ მოლოდინი, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ თითქოს მოხდებოდა გადატვირთვის დაწყება ევროკავშირთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. მაგრამ ჯერჯერობით ასეთი რამე არ ჩანს. გადაიწია ამ გადატვირთვამ თუ რასთან გვაქვს საქმე? ვერ გეტყვით, რომ პირდაპირ 4 ოქტომბერს მყისიერად უკავშირებდით გადატვირთვის რეჟიმს, უბრალოდ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე დიდწილად იყო დაკავშირებული, თუ რა პოზიციას დაიკავებდა და ალბათ თავიანთ გადაწყვეტილებებს რაზე დააფუძნებდნენ ევროკავშირის ბიუროკრატიაში. რა თქმა უნდა, როდესაც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ თქვა თავისი სათქმელი და არანაირი რაღაც ორჭოფული მოსაზრება არ დატოვა, რომ ამ ქვეყანაში რომელი არის პოლიტიკური ძალა, ვისაც აძლევენ ისინი ხელისუფლებას, როგორი გზით სურთ რომ საქართველო განვითარდეს და ასე შემდეგ. ეს ვფიქრობ, რომ საუკეთესო მაგალითია ევრობიუროკრატებისთვის, რომ ხელწამოყრით არ მიუდგნენ ქართველი ხალხის არჩევანს და არანაირი შანტაჟი იქნება ეს დაშინება თუ სხვადასხვა ფორმის ზემოქმედების საშუალებები არ მუშაობს ქართველებზე. ასე რომ ყოფილიყო აქამდე ეს პატარა ქვეყანა ვერ მოაღწევდა და ვერ მოაღწევდა იმ სახელგანთქმული და დიდი შემოქმედებით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამის გარდა ალბათ ნაკლები არის მოლოდინი, რომ რაღაცა რადიკალურად შეიცვლება თავისთავად მომენტალურად 4 ოქტომბრის შემდგომ. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან არის დიდწილად დაკავშირებული და მათ შორის იმ პოლიტიკური ძალების გადანაწილებასთან, რომელიც გლობალურად ერთ მხარეს იბრძვიან, რომ ომი არ დასრულდეს და ამაში რაც შეიძლება ბევრი ქვეყანა იყოს ჩართული, მათ შორის ვნახეთ პოლონეთიდან ტუსკის განცხადებები, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინას 3 წელი კიდე ეყოფა რესურსი, რომ იბრძოლოს და გააგრძელოს ეს ომი, რის მანიშნებელი და მთქმელია ალბათ ეს ადვილი მისახვედრია, მათ შორის საფრანგეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანის განცხადებები, რომ უკვე 2-3 წლის შემდგომ შეიძლება მათ რუსეთის მხრიდან აგრესია უკვე ევროკავშირზე გადავიდეს, ამიტომ ყველა ეს ქვეყანა და მისი წარმომადგენლების დიდი ნაწილი თავიანთ სახელმწიფოებს იცავენ რუსული აგრესიისგან იმით, რომ საქართველო უნდათ ამ ყველაფერში ჩართონ. ამიტომ თავისთავად ერთი მხრივ შეიძლება გასაგებიც იყოს მათი ეს აგრესია საქართველოს მიმართ, მაგრამ ასევე არანაკლებ გასაგებია ჩვენი სურვილი, რომ დავიცვათ ეს ქვეყანა და ის მოცემულობა, რომ დღეს ჩვენ მშვიდობა გვაქვს, სწორედ ამ დიდი მუშაობის შედეგია. რაც შეეხება ვისთვის იქნება ეს ჭკუის სასწავლებელი, მე ვფიქრობ, თავად აი ამ ოდიოზურ გვარები ადამიანები, ვინც ყველაზე მავნებლურ და ცუდ განცხადებებს, მტრულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს წინააღმდეგ, ისინი დაფიქრდებიან, რომ ასეთი ძალადობრივი მოქმედება და ასეთი შანტაჟი ვერ გავა ქართულ ხალხთან და ამით ვერც ხელისუფალზე ვერ იმოქმედებენ, პირიქით შესაძლოა სრულიად არასწორი მიმართულებით წაიყვანონ ის ფორმატები, რომელიც მათთვისაც მნიშვნელოვანია. ეს არ იყოს შექმნილი უბრალოდ საქართველოსთვის, სომხეთის, აზერბაიჯანის თუ სხვა ქვეყნებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთთანამშრომლობის ფორმატი იყო და თუ მათთვის ურთიერთთანამშრომლობა აღარ არის საინტერესო, მაშინ შეუძლიათ პირდაპირ თქვან და არა ესე მიზანმიმართულად და წერტილოვნად ურტყან საქართველოს. აი, მოდი სხვა თემასაც შევეხოთ. ხვალიდან საპარლამენტო საქმიანობა შეუდგება გახარია საქართველოსთვის. მართველი გუნდი აცხადებს, რომ ეს არ შეცვლის
არის არაფერს მაგალითად ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, არც მათ შორის საპარლამენტო ცხოვრებაში. მაგრამ მოდით შევხედოთ ისევ დასავლეთთან ურთიერთობის კუთხით. თუ თქვენ ამბობთ, რომ გახარიაც გარე ძალების მხრიდან იმართება და ამბობთ, რომ ამჯერად გარე ძალების დავალებით შედის ის პარლამენტში. ხო, ანუ გარე ძალების რიგი დირექტივა არის, რომ შევიდნენ პარლამენტში და წარმართონ საპარლამენტო საქმიანობა. მაშინ ეს გარე ძალა იმ პარლამენტს ისევ არალეგიტიმურს ხო ვერ უწოდებს, იმიტომ რომ მისივე მიჩითებით გახარია პარლამენტში შედის და იწყებს მუშაობას. ანუ შესაბამისად გარკვეულწილად რაღაც მაინც იცვლება. არ არის ამაში ლოგიკა. იცით რა, მე ვფიქრობ, დიდი ხანია უკვე ჩვენ გამოვედით იმ მონური და რაღაც იდეოლოგიური დამოკიდებულებისგან, რომ ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს ან არ ჩათვალოს, ან გადაწყვიტოს, არ გადაწყვიტოს ამ პარლამენტის ლეგიტიმურობა. ანუ არავისგან ამის აღიარება პრინციპში არ არის საჭირო, ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას აძლევს ხალხი და მათი მხრიდან გამოჩენილი აქტივობა და მიღებული მანდატები, რომელიც ჩვენ გვაქვს. თავისთავად ეს მათი როგორც პარტიის და პოლიტიკური ვალდებულება იყო, რომ პატივიეთსაც საკუთარი ამომრჩევლისთვის და დროულად შემოსულიყვნენ პარლამენტში, მით უფრო რომ გახარია სრულებით უცნობი შემადგენლობით შემოდის და არა იმ ადამიანებით, ვისაც მათმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, მაგრამ ამის მიუხედავად, მოდით დაველოდოთ, როგორი იქნება მათი შემოსვლა და მათი საქმიანობა პარლამენტში. მეც საკმაოდ ისეთი კრიტიკული ვიყავი მათთან მიმართებით, რადგან ყველაფერი ის, რაც მათ უმოქმედიათ ამ პერიოდის მანძილზე, ყველა ის მავნებლობა, ნაცებთან გაერთიანება, იდეოლოგიური, ფიზიკური როგორც აქციების, ასევე საკრებულოებში კოალიციების შექმნის თუ სხვადასხვა ფორმატებით, რა თქმა უნდა, არ მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რაიმე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მათთან დაკავშირებით. რას შეიძლება რომ ოპტიმიზმი მოქონდეს, ეს არის რომ მათ შეასრულონ რეალური ოპოზიციის მოვალეობა, არ იყვნენ ისეთივე აბსურდში გადასული თავის ბრალდებებში თუ სხვადასხვა გამონათქვამებში, როგორც აქამდე იყო. ამიტომ რა თქმა უნდა, თუ მათ სურვილი აქვთ, რომ რაღაცა ფორმით დაიმკვიდრონ თავი ქართულ პარლამენტში და აი ამ სივრცეში, ალბათ ერთადერთი რაც მოეთხოვებათ არის რომ რეალურად იყვნენ ოპოზიცია და არა ვიღაცის დაქირავებული აგენტები. დიდი მადლობა ნინო წილოსანი პასუხობდა ჩვენს კითხვებს.